ოთხშაბათია და შესაბამისად გადაცემა პარადიგმა ისევ პირდაპირ ეთერშია. გადაცემის წამყვანი ნანა მაკარაძე მოგესალმებით. საჭიროა თუ არა სკოლაში медპუნქტი. კითხვაზე პასუხი ერთგვაროვანია. თუმცა საჯარო სკოლების საშტატო განრიგში მათზე არაფერია ნათქვამი. რატომ არ ევალება სკოლის დირექციას ყავდეს სკოლაში медპერსონალი და რა პრობლემების წინაშე დგას ის საჯარო სკოლა, სადაც არ არის სამედიცინო პუნქტი. ვის ევალება დღეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს მოსწავლეს სკოლაში ყოფნის დროს და რამდენად კომპეტენტურია იგი ამ სფეროში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით პარადიგმას დღევანდელ გადაცემაში. მანამდე კი ნახოთ რეპორტაჟი, სადაც საუბარია თუ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოზარდ სკოლაში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას. მოდით ერთად ნახოთ სიუჟეტი. სკოლის მერხის სიმაღლე, ჩანთა, სახელმძღვანელოების წონა, სწორად შედგენილი გაკვეთილების ცხრილი, დასვენების ხანგრძლივობა, საკლასო ოთახის განათება და დაფა. ამ კომპონენტების ერთობლიობა და სისწორე მოზარდის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც ეროვნულ სასწავლო პროგრამაშიცაა გამახვილებული ყურადღება. თუმცა ხშირ შემთხვევაში საჯარო სკოლების ნაწილი მხოლოდ პროგრამის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახერხებს. გაკვეთილების ცხრილი ერთ-ერთია იმ მოთხოვნათა შორის, რაზეც მედიკოსები ამახვილებენ ყურადღებას. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობები მთავარი უნდა იყოს გაკვეთილების ცხრილის შედგენისას. ცხრილი ძირითადად დგება ეროვნული სასწავლო გეგმისა და საათობრივი პათის გათვალისწინებით. უპირველესად გათვალისწინებული უნდა იქნას მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. ცხადია, პირველ, მეორე, მესამე გაკვეთილზე მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდება ხოლმე. რა თქმა უნდა, აუცილებელია შემდეგ ასეთ გონებრივად დატვირთულ გაკვეთილებს შეენაცვლოს ისეთი გაკვეთილები, როგორიცაა ხელოვნება, მუსიკა, სპორტი. ჩანაცვლება ხდება ამდენად ასეთი გაკვეთილების. უპირველესად მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. უწუთიანი დასვენება არასაკმარისია პატარებისთვის, რადგანაც ისინი ამ დროში სკოლის ეზოში გასვლას ვერ ახერხებენ. მიაჩნიათ სპეციალისტებს. იმ სკოლებში, სადაც სწავლა ორწლიანია, დასვენების ხანგრძლივობის გაზრდა შეუძლებელია. ეროვნული სასწავლო პროგრამის მინიმალური მოთხოვნა ცვლაში ერთი დიდი დასვენება მაინც იყოს, ყველა საჯარო სკოლაში ხერხდება. როდესაც ქვეყანა მუშაობდა 6 დღიან სამუშაო დღის პირობებში, ასეთ შემთხვევაში გაწელილი იყო ცხრილი 6 დღეზე და იმ დროს ხერხდებოდა, რომ გაკვეთილებს შორის შესვენება გაგვეზარდა. ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა ჩვენ გაკვეთილებს ვიწევთ 9 საათზე და მეორე სვლაში ბოლო გაკვეთილი გამოდის სადღაც 7 სუაკლია 20 წუთი. ახლა დასვენებას რომ გავზდით, უკვე ფაქტიურად გაკვეთილების დამთავრებით რო გადაიწევს 8 საათამდე და 9 წუთამდე, რაც შეუძლებელია. მოსწავლის სიმაღლის შესაფერისი მერხი უნდა ჰქონდეს. მედიკოსები მიჩნევენ, რომ ერთ საკლასო ოთახში მინიმუმ 4 დონის მერხი უნდა იდგეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ არის და მოსწავლე მისთვის შეუსაბამო მერხთან ზის. ჩანთები და წიგნების სიმძიმე კი წლებია პრეტენზიის საგანია, თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. სახელმწიფოსგან უფასო დარიგებული სახელმძღვანელოებიც მძიმე და მოუხერხებელია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება მახვილდება, სკოლაში სამედიცინო პუნქტის არარსებობა არსებობაა. საჯარო სკოლების საშტატო განრიგის მონათვალში სკოლის медპერსონალი არ არის, თუმცა სკოლის დირექტორს მისი დაქირავებას კანონი არ უკრძალავს. მცირე ბიუჯეტიან სკოლებს მედდის ან ექიმის აყვანა სკოლაში უჭირთ. ბათუმის მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა მედდის აყვანა ერთი მარტივი მიზეზის გამო გადაწყვიტა. ასეთი ინფორმაცია იყო, რომ მანდატურები გაივლიდნენ შესაბამის კურსებს, ტრენინგებს და ისინი შეასრულებდნენ ამ მოვალეობას, მაგრამ მანდატურების შემოსვლის შემდეგ დაუწმინდი, რომ მაინდა-მაინც დიდად ამ საქმეში გაწაფული არ იყვნენ და მე ავიყვანე ექთანი, რომელიც ძალიან კარგ სამსახურს უწევს სკოლას. აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგჯერ ბავშვები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ჩვენ თუ დაველოდეთ მაგალითად სასწრაფო დახმარების მოსვლა, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დაგვიმთავრდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სკოლას თუ საშუალება აქვს სამედიცინო პუნქტი, აუცილებელია და ერთმანეთს აუცილებელია. ის რომ ამ კუთხით პრობლემებია, განათლების სამინისტროს მესვეურობით არ უარყოფენ. ზოგ შემთხვევაში მიზეზად საჯარო სკოლების მოჭარბებული კონტინგენტის ახალდება. სამინისტრო პრობლემის მოგვარებისთვის დროს ითხოვს. ჩვენი პროგრამით ახალი სკოლა, ყველა ახალი ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ჯერჯერობით გავწვდით 2012 წელს
კონტაქტებული ან რეაბილიტირებული სკოლების ინვენტარიზაციას და ეს პროგრამაც იქნება რასაკვირველია დასრულებული. ანუ სამუშაოები დინამიურია, რასაკვირველია ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ წვდებით ყველა სკოლას, მაგრამ ჩვენ გვაქვს უშუალო კონტაქტი სკოლის ხელმძღვანელობაც, მათ ძალიან კარგად იციან თუ როდის არის გაწერილი მათი სკოლის ან რეაბილიტაცია, ან ახალი მშენებლობა და ასევე ინვენტარიზაცია და მე მგონი ამ თვალსაზრისით პრობლემები ნამდვილად არ გვექნება. ოფთალმოლოგიური გართულებები, სკოლიოზი, ქრონიკული დაღლილობა არის არასწორი სასწავლო გარემოს შედეგი. კერძო სკოლებში ექიმები ხშირ შემთხვევაში ხავთ, თუმცა არა ისეთი, როგორც ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლას. კახაბერ გობრონიძეს სკოლის ხელმძღვანელობა მონაპოვარს უწოდებს. სასწავლო მედიცინის სპეციალისტს რუსეთში პრაქტიკაც აქვს გავლილი და ახლა სკოლის მოსწავლეებს დიაგნოზსაც უსვამს და შესაბამის სამკურნალო კურსსაც სკოლაში უტარებს. მისი განმარტებით ბოლო დროს ყველაზე გახშირებულია სკოლიოზი და ისიც დაწყებით კლასებში. ძალიან მოხშირებულია სკოლიოზი, ტელტერფიანობა და 90% ბავშვების საქართველოში ჩანთების სინძიმის გამო არასწორი შერჩევა ჩანთების, მშობლების ხანდახან ისეთია, ისა რა, ყველა მარიცის და უნდა აუცილებლად ორთოპედთან მივიდნენ. მერხის განსაზღვრელია საკლასო ოთახიც და განათებას ბავშვი როგორ ხედავს დაფას. მისახედი ფაქტია, რომ ჯამთელი თაობა ყავდეს რა. ის კალცის ნაკლებობა ახლა ისა და მთელი ეს რიგ რაღაცა შემშლელი პირობები არის და ბავშვებს ჩამოუყალიბდათ ეს დაავადება, სკოლიოზი, ტელტერფიანობა, გამრუდებები და ჯობია ალბათ აჯობებს, რომ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მაინც იყოს სამკურნალო ფიზკულტურა. საჯარო სკოლებში მოზარდის სამედიცინო შემოწმება, მისი განვითარების შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ მაინც უნდა ჩატარდეს. მონიტორინგის შემდეგ დადებული დასკვნა და რეკომენდაციები კი არა მხოლოდ მშობლის სამოქმედო დოკუმენტად უნდა იქცეს. პარადიგმას დღევანდელი გადაცემის მთავარ თემაზე სასაუბრო დღეს გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრად მოვიწვიეთ განათლების სფეროს წარმომადგენელი, სკოლის მედდა და მანდატური. აქ გამოკვეთილ პრობლემებზე პასუხის გაცემას გადაცემის მეორე ნაწილში ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად შევეცდებით. ვიდრე გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს შემოვიყვანდეთ პირდაპირ ეთერში, მინდა მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი 27 43 72. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემის მსვლელობის დროს და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს, ქაბატონი მარინა გურგენიძე, განათლების აკადემიური დოქტორი, ექიმი, ქაბატონი ინგა ვანიევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბათუმის ცენტრის მანდატური და ქაბატონი მედია მიქელაძე, კავკასიის ბიზნესის სკოლის მედდა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ აქტუალური თემით დაინტერესებისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ პრობლემით, ვის ეხება დღეს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მოსწავლეებისათვის. ჩვენი ინფორმაციით ეს არის მანდატური, კონკრეტულად სამედიცინო თვალსაზრისით რა ტიპის დახმარების გაწევა გევალებათ ქალბატონო ინგა? როგორც ასეთი რომ ეხლა მაინც მანდატური იყოს აუცილებლად პასუხისმგებელი პირველადი დახმარებისათვის გაწევისათვის ბავშვზე, ასეთი არ არის. უბრალოდ ჩვენი სამსახური თავისთავად თავიდანვე შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში და ჩვენ პირველესი ამოცანა არის ზრუნვა ბავშვთა უსაფრთხოებაზე. როგორც ამ გადამზადების დროს ჩვენ გავიარეთ პირველადი დახმარების სამედიცინო დახმარების გადამზადება იყო ერთთვიანი კურსი. ამ დროს გავიარეთ ჩვენ პირველადი სამედიცინო დახმარების ძალიან მინიმალური პროგრამა, რომელიც აუცილებელი არის გაუწიოთ ბავშვს პირველადი დახმარება სანამ გამოჩნდება ექიმი ან მოვასასწრაფო დახმარება ან რაღაცა, რაც აუცილებელი არის იმ წუთას რომ შესრულდეს, თუ კი ბავშვს უსაფრთხოებას ზიანი მიადგა. ასე რომ როგორც ასეთი რომ ჩვენ ვალდებულები რომ პირველადი დახმარება აუცილებლად და ეს დაკანონებულია რომ გაუწიოთ, ასეთი არ არის. საჯაროების შემთხვევაში ერთადერთი ნაწილი არის მანდატური. აუცილებლად. ისევ დაუბრუნდები გადამზადებას, ანუ ერთთვიანი გადამზადება იყო მთლიანად კურსი და მთლიანად ეხებოდა, ანუ სამედიცინო სფეროში მოიცავდა რაღაც ნაწილს. და ამ გადამზადების ფარგლებში, ანუ თუ რამდენად გამოგიმუშავდათ ის კომპეტენციები, რაც რეალურად საჭიროა თქვა პირველადი
არაუდებელი დახმარებისთვის. ანუ ერთია თეორიული ცოდნის მიღება და მეორეა შესაძლოა პრაქტიკული უნარჩვევები. ორჯერ გავიარეთ ფაქტიურად ჩვენ პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები გავიარეთ ორჯერ. ერთი იყო სულ თავინდა სანამ დაისაერთოთ და შევიდოდით სკოლებში და მეორეჯერ იყო 1 წლის წინ 4 დღიანი კურსი გავიარეთ. მე მგონი სავსებით საკმარისი იყო რა ავიღეთ ესეთი ინფორმაცია, რომ შეგვეძლია თავისუფლად გაუწიოთ დახმარება, პირველადი დახმარება რაც შეეხება. ჩვენ არ ვღებულობთ თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ შეგვიძლია რაღაცა სასწაული მოვახდინოთ. უბრალოდ კომპეტენტური ძირითადად ხო, რა თქმა უნდა, სანამ მოვა ექიმი და სანამ ექიმი იქნება ბავშვთან, მანამ რომ მივაქციოთ ყურადღება და ზიანი არ მივაყენოთ ბავშვს, უბრალოდ ეს არის მეტი პირველადი სამედიცინო მეტი. ეს რაც შეეხებოდა საჯარო სკოლას, ანუ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით თქვენთან შეკითხვით, კერძო სკოლების ნაწილს ჩვენ გქონდა მოლოდინი გადაცემაზე მუშაობის დროს, რომ კერძო სკოლების ფაქტიურად ყველა სკოლას ეყოლებოდა ექიმი ან მედი და თუმცა სამწუხაროდ ფაქტის წინ დავდექით, რომ მხოლოდ ნაწილს ყავს ექიმი და რამდენიმე სკოლას ყავს მედი და მათ შორისაა კავკასიის ბიზნესის სკოლა, რითი შემოიფარგლება თქვენი ფუნქციები სკოლაში, ანუ როგორც მედდის ფუნქციები. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ვუწევ პირველად დახმარებას მოსწავლეებს, გაგვაჩნია სამედიცინო კაბინეტი, ოთახი, შესაბამისი სტანდარტების მედიკამენტებით აღჭურვილი და მოვთხოვნადი კრიტერიუმებით. სკოლა არის სპეციფიური, აქვს კვების ბლოკი. სადაც მე მევალება უნდა ავაკეთო წუნდების, უმი და მზა პროდუქციების წუნდების ჟურნალი რეგისტრაციის. ასევე მედიცინის სისტემა ყოველდღიურად. კიდევ მევალება მენიუს განწილების შედგენა, მენიუს განწილება. 24 საათიანი სინჯების ჟურნალის რეგისტრაცია ყოველდღიურად და ყველანაირად და ყველაზე მთავარი მომსახურე პერსონალის ყოველდღიური დათვალიერება. რადგანაც კვებასთან არის დაკავშირებული, განხანგრძლივებულია ჩვენი სკოლა. რას გულისხმობს ეს დათვალიერება, ანუ რას მოიცავს? როდესაც მოდის მომსახურე პერსონალი, ჰიგიენური თვალსაზრისით და რამდენადაც ანუ სკოლას პარალელურად აქვს ბაღი, თქვენ ერთი ადამიანი ემსახურებით როგორც სკოლამდელი განათლების სექტორს, ასევე დიახ, გასაგებია. და ანუ თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო სკოლა, თუ არ იქნებოდა, თქვა თუ თქვენი არა კონკრეტულად, სხვა პერსონალის ფაქტორი, თუნდაც ექიმის ფაქტორი სკოლაში, ანუ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც სკოლაში ხდება არის დაავადებები გავრცელებული, პრევენციის მიზნით ხდება ამა თუ იმ სადინზეფიქციო საშუალებების თქვათ, ან კიდევ ნეიტრალური ანოლიტი არის ასეთი და მეთანხმება ქალბატონი ექიმი, რომ არის ნეიტრალური ანოლიტი ჰიპერტონურ სალზე დამზადებული და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოხმარებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მე ვფიქრობ, რომ საჭიროა პერსონალი უნდა ემსახურებოდეს სკოლებს, იმიტომ რომ საფრთხის წინ დგას. ჩვენ ხომ გვყავს შვილები, ჩვენ ხომ ვართ მშობლები და სანამ მოვა ექიმი სკოლაში, სანამ დროა მაგისტრის განსაზღვრული ხომ, ამისთვის ჩვენ მანამდე ყველანაირ ზომებს ღებულობთ, რომ ბავშვი იყოს დაცული. თქვათ არის ტრამვები, არის დაუშვათ სისხლდენა. ნუ შემთხვევები, სკოლის გაუფალისწინებელი შემთხვევები. პრევენციისთვის მაგალითად გასულ წელს მოსული იყვნენ ჩვენთან, ეს იყო მერიის დაფინანსებით, მოსული იყვნენ კვალიფიკაციური ექიმების ჯგუფი, ეს იყო სკრინინგის ცენტრის წესით. ძალიან ბევრი დაავადებული ბავშვები გამოვლინდნენ, სკოლიოზი იყო, ეს მხედველობის პრობლემები იყო, მიოპია, ჩიყვი თუ თქვათ სხვადასხვა დაავადებები, კარიესი. მე ვალდებული ვარ, მეკისრება როგორც მედიცინის დას, ვამცნო მშობლებს მიიყვანონ ბავშვები დროულად, რათა მოხდეს აღმოფხვრა ამა თუ იმ დაავადებების და მიიყვანონ კლინიკებში, სადაც ხდება ვაქცინაციები, აცდებიან და ასე შემდეგ. და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სკოლაში
ინტოქსიკაციით, კვების ინტოქსიკაციით მოწამლის შემთხვევები არ ყოფილა. და სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ კვირაში ერთხელ მე თვითონ ვაწარმოებ კვირაში ერთხელ სინთეზური საშუალებებით ან რაიმე სხვა სარეცხვის საშუალებებით დეზინფექციას, ჭურჭლების, თქვათ, სველი წერტილებისა თვეში ერთხელ აუცილებლად საჭიროა გენერალური დასუფთავება, ქლორამინის ხსნარი. ხაბატონო მედია, ყველაფერ ამას ვინაკეთებს საჯარო სკოლაში? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, საჭიროა აუცილებლად რომ არ კეთდება, რომ არ არის ეს და აღებულია ეს, ამოღებულია უпростоრად. ძალიან აქედან გამომდინარე რა პრობლემები ქალბატონო ინგასთან გადავალ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში ადამიანი რომელიც ყველაზე აქტიურად ხარ ჩართული საჯარო სკოლის მუშაობაში ვინაკეთებს ყველაფერი იმას რაზეც ქალბატონი მედია საუბრობს კეთდება თუ არა არის სკოლებში თუ არის საჭიროება აუცილებელია ჩვენი სამსახური არ ნიშნავს იმას რომ სკოლაში ერთანი არ უნდა იყოს ჩვენ უბრალოდ დამხმარე პერსონაჟავით გამოვიდივართ სამსახურზე არ ლაპარაკობ უბრალოდ რაც ხედავ კეთდება თუ არა თქვა მსგავსი ღონისძიებები ტარდება თუ არა ხდება მოსწავლეთა დათვალიერება როგორც ქალბატონმა აღნიშნა გამოიყოს სკოლაში მოსული სამედიცინო ჯგუფი დიახ სამედიცინო ჯგუფი რომელმაც დაათვალიერა ბავშვები კი ნამდვილად გასაგებია ქალბატონო მარინა თქვენი როგორც ანუ ექიმის და ამ შემთხვევაში განათლების სფეროს წარმომადგენლის რაღაც კომბინირებული პოზიცია რამდენად საჭიროა სკოლის ექიმი და ქალბატონმა მედიამ იცობრა პრევენციულ ღონისძიებებზე სკოლაში სკოლის ექიმის არსებობა რამდენად შეიძლება შეითვალოს პრევენციად ყველა იმ წინააღმდეგობის დასაძლევად რაც სკოლაში ბავშვების ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით არსებობს მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მინდა შევინიშნო, რომ დღევანდელი თქვენი გადაცემის მთავარი პრობლემა ძალიან მნიშვნელოვნად და დროულად წამოიჭრა, რადგანაც ეს საინტერესოა არა მარტო რეგიონის მოსახლეობისათვის, არამედ მთლიანად საქართველოში მაცხოვრებელი მშობლისათვის, მოსწავლისათვის და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მუშაკთათვის. რადგანაც სწორად აღნიშნა წინა ჩვენმა სტუმარმა, საქმე ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და ჩვენი უფლება-მოვალეობა არა მხოლოდ სკოლაში განათლება მიიღოს ბავშვმა, არამედ განათლებასთან ერთად აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა. თუ ამ თვალსაზრისით დავათვალიერებთ სკოლებს და ამავდროულად გადავხედავთ პროცენტულ მაჩვენებლებს, რამდენად იცვლება სკოლასთან დაკავშირებული დაავადებების პროცენტული მაჩვენებლები ყოველწლიურად. სავალალო სურათი გადაგვეშლება თვალწინ. ანუ ეს პროცენტული მაჩვენებლები თვალში მოსახვედრად იზრდება ფაქტიურად და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს სკოლებს არ ემსახურება კვალიფიციური სკოლის ექიმი, არადა ეს შტატი არსებობდა საბჭოთა წყობილებაში, სამწუხაროდ მოიშალა ეს სისტემა, საბჭოთა წყობილებას გაყვა სკოლის ექიმის შტატის სკოლისთან და შესაბამისად ღებულობს რატომ მოიშალა თქვენი აზრით რა არის მიზეზი? როგორც ექიმის პოზიცია. ამის მიზეზი ხაბატონო ალბათ ის არის, რომ პირველ რიგში შეიცვალა სკოლათა დაფინანსების სისტემა და კანონები. მე ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად დავასახელებდი ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას და გარდა ამისა, სადღაც სკოლის ექიმის ფუნქცია მაშინაც კი არ იყო სრულყოფილი და არ ითვალისწინებდა იმ მოვალეობებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დღეს აუცილებლად უნდა ქონდეს სკოლაში მომუშავე ექიმს. ანუ ძირითადად მაშინაც დახმარება მიდიოდა უკვე დაავადებული მოსწავლის, ან უკვე კონკრეტული შემთხვევაში ერეოდა სკოლის ექიმი საქმეში, ან ატარებდა პროფილაქტიკურ აცრებს და პრევენცია, რასაც ქვია, ანუ წინასწარ ღონისძიებების ჩატარება მანამ, სანამ დაავადება არ განვითარდება. ეს მოკლებული იყო სკოლის ექიმის ფუნქციებიდან და ალბათ სადღაც მავანებმა გაიფიქრეს, რომ მოდით ამის გარეშე შეიძლება არსებობდეს სკოლა და არა და სინამდვილეში დღეს ვაწყდებით იმას, რომ ამ დღევანდელ სიტუაციას სკოლებში მკვეთრად ზიანდება სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჯანმრთელობა. ღონებრივი შრომის პროცესი ძალიან რთული პროცესია, ბავშვისთვის ნელად გადასალახი და მას აუცილებლად ჭირდება შესაბამისი გარემო, სასკოლო გარემო, აუცილებლად ჭირდება სასწავლო-სააღზალო პროცესის ჰიგიენური ორგანიზაცია, რათა მოხდეს პრევენცია ამ დაავადებათა განვითარების საწინააღმდეგოდ. მოდით გავარკვევთ, ანუ სამედიცინო თვალსაზრისით რა დარღვევებს
ვაწყდებით სკოლაში, ანუ პირადად თქვენი მუშაობის დროს, პირადად თქვენ გაბატონებედია რა დარღვევებს წაწყდომი ხართ და შემდგომ თქვა ზოგადად რა შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიუჟეტიდან ანახმა ფაქტებმა, თქვა ჩანთის, მერხის და ასე შემდეგ ფაქტორებმა. გაბატონებია თქვენ პირადად რა ფაქტის წინაშე დამდგარ ხართ? ძირითადად ეხლა რა კი ჩვენ ფაქტიურად ჩვენს მოძრაობთ მუშაობის პერიოდში სკოლის სართულებზე მოძრაობთ და ამ დროს ძირითადად არის ბავშვები ან დაიმტვრევიან, ან სიცხლის დენაცხვირიდან. არის შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაავადებულია, უცებ-ცუდად გახდა, გული წაუვიდა, წაიქცა. ძირითადად უფრო ტრავმები არის, ეხლა რასაც ჩვენ ხვდებით უფრო მეტად. მაგრამ არის შემთხვევები, თქვათ, სკოლაში ბავშვი დაავადებულია, მოსულია გრიპით ან რაღაცა. ფაქტიურად არ ყველა ბავშვი უცებ დაავადდება ისევ და სკოლაში გაცდენებიც მატულობს ამ პერიოდში და ეს გადამდები არა მარტო ბავშვებზე, არამედ სკოლაში მომუშავე პერსონალზე და პედაგოგიურ პერსონალზე მზარია პირდაპირ ეთერში, მოდით მოვუსმინოთ მაყურებლის შეკითხვას. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა, საღამოშტობისა. რამდენად საჭიროა ესე იგი სკოლაში მედა, ეს საკითხი დგას ახლა თქვენი ეთერში. ჩემი აზრით მედა სკოლაში საჭიროა. ასეთი ფაქტი მოხდა მეცხრე საჯარო სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი ირინე მერვე კლასში არის და გაკვეთილის შემდეგ პირველი გაკვეთილის შემდეგ დაუვარდა წნევა. ეგთან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, თუმცა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე უკვე მან გაუწია პირველადი დახმარება, გაუკეთა წნევის სასამაღლებელი ნემსი და ფაქტიურად, როდესაც სასწრაფო დახმარება მოვიდა, ყველაფერი ეგთან გაკეთებული ჰქონდა. დიდი მადლობა. შეკითხვა ხომ არა გაქვთ? და ჯერ თქვენი ეთერით ვისაუბრებთ ისგეთი მადლობას გადავხდი მეცხრე საჯარო სკოლის პედაგოგიცა ექთანს ქალბატონ ნიკოს. დიდი მადლობა. მან პირველადი დახმარება გაუწია ჩემთვის, ჩემს შვილს და ამისთვის მას დიდი მადლობა და ასევე საჭიროა ჩემი აზრით რომ სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს თავისი საქმის ცოდნე მეცდა. დიდი მადლობა ზარისის. მისასალმებელია რომ ისეთ დიდ სკოლებში როგორც არის მეცხრე, მერვე და ასე შემდეგ საჯარო სკოლები, მეცდის შტატი დღემდე იყო შენარჩუნებული. და ქალბატონო მედია თქვენ შემთხვევაში ანუ ძირითადად რა გამოვლინებებია, ანუ რა ფაქტებთან გიწევთ შეჯახება, როგორც მეცდა სამედიცინო თვალსაზრისით გამოვლენილ დარღვევებზე ლაპარაკობთ. დარღვევები არანაირი არ ყოფილა ხო? არა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით დარღვევებს ყავს ინკლუზიური ბავშვები, აგრეთვე ცელიაკით დაავადებული ბავშვები არიან, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ზრუნვას. ანუ ხორბლეულის გადაუმუშავებლობა ეს ცელიაკით დაავადება და ეს ბავშვი არანაირ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს პურეულია. გათვალისწინებული გვაქვს მისთვის ცალკე ჭურჭელი, დანა ან ჭიქა ყველაფერი. განკმაყოფილია მშობლები ხშირად მოსულან და უთქმიან კიდეც მადლობები გადაუხდიათ ჩვენთვის და მე ვფიქრობ დავამკვიდროთ, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. უნდა დავამკვიდროთ ნამდვილად. და ქალბატონო მარინა, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს იმ გარემომ, რომელიც არსებობს სკოლაში და რა შეიძლება გახდეს ამის გამომწვევი მიზეზი და შედეგი? ძალიან კარგად დასვით კითხვა, იმიტომ რომ თავარი დღეს არ არის მოსწავლეს გაეჭიროს პირველადი კვალიფიციური, ხალხოსნო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რა თქმა უნდა, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ხელეწიფება მხოლოდ კვალიფიციურ მედპერსონალს. ამავდროულად სკოლაში მკვეთრად თავს იჩენს სასწავლო გარემოსთან და არასწორად მართულ სასწავლო სამსახურო პროცესთან დაკავშირებული დაავადებები. კერძოდ სასწავლო გარემო, აი იგივე მერხის ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობა მერხთან არასწორი ჯდომა, მძიმე ჩანთების პრობლემა, ქმნის საშიშროებას ხერხემლის პათოლოგიების განვითარების და კერძოდ გამბდებების. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვერ უბრალოდ ვიმიორებ და ვაფიქსირებ. მაგრამ ოდნავ უნდა ვიღაცა მიიღოს. აუცილებელია ამაზე ყურადღება. გარდა ამისა, სკოლაში თავს იჩენს ხედველობის დარღვევები, რომლებიც განათების პრობლემასთანაა დაკავშირებული. თავს იჩენს საწესუნეროვანი ტრაქტის დაავადებები, რომლებიც არასწორ კვებასთან არის დაკავშირებული და ამის მიზეზს ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ სკოლა, მაგრამ ერთი მთავარი ფაქტორი არის სკოლა, იმიტომ რომ სკოლაში ბავშვი დღის 1/3 ატარებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა. არ უნდა დაგვავიწყოთ, რომ ჰიპოდინამიურ მდგომარეობაში იმყოფება და გონებრივ შრომას აწარმოებს, რომელსაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია და თვალში მოსახვედრია ის, რომ გაზრდილია ნევროზების შემთხვევა და ნევროზების სწორედ, კარგად იყო რეპორტაჟში, სასწავლო სამგზელო პროცესის ჰიგიენურ მართვასთან არის დაკავშირებული.
დაკავშირებული. ანუ როგორ დაიგეგმება გაკვეთილი, ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამის კი თუ არა, როგორ დაიგეგმება დღის მანძილზე გაკვეთილების თანმიმდევრობა, კვირის დატვირთვები და როგორ დაიგეგმება შესვენებები. აუცილებლად წლის განმავლობაში არის აქტიური პერიოდები ბავშვის, არის პასიური პერიოდები, ეს აუცილებლად სასწავლო პროგრამებში უნდა იქნეს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, დავალებების ოპტიმალური გადანაწილება ასაკისა და სქესის შესაბამისად. ანუ თუ ყველაფერს ასე გლობალურად შევხედავთ, ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ აუცილებელია საქმის კარგად მცოდნე ექიმი შევიდეს სკოლაში. ცოტა განსხვავებულ პროფილსაც ვთავაზობთ და რა ფუნქციებით შეიძლება განისაზღვროს სკოლის, ანუ რა ფუნქციები შეასრულოს სკოლის ექიმმა, ეს ძალიან საინტერესოა თქვენგან როგორც ექიმისგან. მოვისმინოთ, მანამდე მოვისმინოთ მაყურებლის შეკითხვას, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მივესალმებით დამცველ საზოგადოებას და კითხვით მიმართავ კავკასიის ბიზნესის სკოლის მედიცინის დასს. ანუ იყო ექიმი კავკასიის ბიზნეს სკოლაში ან სხვა დაწესებულებაში. ძალიან დიდი საპასუხისმგებლოა და მაინტერესებს ქალბატონო მედია რა სათანადო განათლება გაქვთ მიღებული, რომ თქვენ ასეთ ადგილს ფლობთ სკოლაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ზარის. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე მაქვს დამთავრებული კალინინის ოლქის, კერძოდ ვიშნი ვალაჩოკის სამედიცინო სასწავლებელი მედდის სპეციალობას. და სკოლაში მუშაობამდე ბუნებრივად ექნებოდათ პრაქტიკული გამოცდილება. არა, სკოლაში მუშაობამდე მუშაობდი რკინიგზის ვაგნის მედპუნქტში. გასაგებია. ქალბატონო მარინა, როგორ წარმოგიდგენიათ სკოლის ექიმის ფუნქციები სკოლაში? ეხლა ეს ფუნქციები მრავლად არის, მაგრამ გადაცემის იყოს, უნდა მშობელს, უნდა საზოგადოების ყველა წევრს, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო ისევ და ისევ საშტატო განლიგში ჯერაც არაა გათვალისწინებული. ეხლა მაქსიმალურად შევამჭიდროებ, რადგანაც ფორმატი გადაცემის არ გვაძლევს საშუალებას კონკრეტულად თითოეულ ფუნქცია მოვალეობაზე გავიდეთ, მაგრამ ზოგადად რა ფუნქციები ევალება? აუცილებლად პირველადი გადაუდებელი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, აუცილებლად ევალება ათრების ორგანიზება აუცილებლად ევალება საკვები ბლოკის ხელმძღვანელობა, ჯანსაღი ორგანიზაციის საკითხის მოგვარება, იგივე მენიუს სწორად შედგენაზე მეთვალყურეობა. ამავდროულად აუცილებლად ევალება სასწავლო სამსწავლო პროცესის ჰიგიენური ორგანიზაციის საკითხებში მის კარგად ცოდნა და შესაბამისად საჭიროების დროს მათში ჩარევა. სასწავლო გარემოს ჰიგიენურ მოწყობაში გარკვეული კომპეტენტური სიტყვის თქმა, ევალება მონიტორინგის წარმოება, რათა აი ამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში, დარღვევის შემთხვევაში სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და მიუთითოს საჭირო პირებს, რათა შეიცვალოს უსწრაფეს დროში არსებული სიტუაცია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. აი თქვენ წინა კითხვაზე პასუხი გაგცათ ჩვენმა სტუმარმა, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში დამკვიდრდეს მოსწავლეთა მოსწავლეებში ჩანსახი ცხოვრების წესი. ამის დამკვიდრება ძალიან რთული პროცესია, თუ განათლების სისტემა ამ კუთხით კარგად არ იმუშავებს და მიგვაჩნია, რომ სკოლის ექიმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია არის შეიტანოს განათლება, არა მარტო მოსწავლეებში, არამედ მშობლებშიც და მასწავლებლებში, იმიტომ რომ ბავშვები ხშირად სწავლობენ მასწავლებელზე დაკვირვებით. ანუ უფროსი თაობა არის მათთვის ერთგვარი მაგალითის მიმცემი. თუ მასწავლებელიც იგივეს არ აკეთებს სკოლაში, რასაც ჩვენ ვთხოვთ მოსწავლეს, შეუძლებელია ბავშვმა ეს ყველაფერი შეასრულოს. ამდენად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად მიგმაჩნია, რომ სკოლის ექიმი იყოს ამავდროულად ექიმი განმანათლებელიც, რომელიც გარკვეულწილად ლექციას, სემინარებს, რაღაც პრეზენტაციებს ჩაატარებს გასაგებად მისაწვდომა და პოპულარულად. ამ მიდგომებით ქალბატონო თუ მიუდგებით, ანუ დიდ კონტინგენტიან სკოლებში შეიძლება ერთი ექიმი არ იყოს საკმარისი, ანუ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. ქალბატონო მედია, თქვენ რითი ხელმძღვანელობთ თქვენი საქმიანობის დროს, ანუ თუ არსებობს რაიმე ნორმატიული დოკუმენტი, რითიც გაწერილია ამ შემთხვევაში სკოლის მედიის თუ ექიმის ფუნქციები? მერის ზედამხედველობის სამსახური გვავალებს ჩვენ მოდის წელიწადში ერთხელ გვამოწმებს და გვავალებს თუ როგორ უნდა მოიქცეთ პრევენციის მიზნით ჩატარებული დაუშვათ დასუფთავება თუ ის სარეცხის საშუალებებით ან დაუშვათ გენერალური ანუ თვეში ერთხელ როდესაც ხდება გენერალური დასუფთავება ჩვენ ქლორამინის ხსნარს ვამზადებთ სკოლაში. არის 0.5%-იანი, 0.2%-იანი, რა თქმა უნდა პროპორციების დაცვით და შენახვის პირობების გათვალისწინებით. 10 დღეში ერთი იცვლება ეს, რა თქმა უნდა და
და ქალბატონებია თუ მოდის თქვათ ერთგვარი დაკვეთა მშობლებისგან, ანუ კორექტივებთან, თქვენი საქმეების კორექტურასთან დაკავშირებთან, თუ თავაზობენ რა გააკეთოთ, ანუ ხომ არ გირჩევენ რა. თავაზობენ კი. კონკრეტულად რა რის შემთხვევები მე წაღან მახსენე ცელიაკით დაავადებული ბავშვი რამდენჯერ მოსულა მშობელი და უთქნი განსაკუთრებული მიპყრობა უნდა ამ ბავშვს. ჩვენი გამოცილი მზარეულები, რომლებიც მუშაობენ კვების ბლოკში, დიეტოლოგებთან შეთანხმებით აკეთებენ შესაბამის მენიუს განწილებას აკეთებენ და განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან ინკლუზიურ ბავშვებს კი სხვადასხვა სისტემაში არის ეს წესი და დამკვიდრებული რომ მშობელი ვთქვათ ბარათის შევსების დროს აფიქსირებს თავის შვილის დაავადებებს რაც შეეხება საჯარო სექტორს ქალბატონო ინგა თუ არის ვთქვათ თქვენ გსმენიათ როგორც ადამიანს რომელიც მუდმივად არის სკოლაში ანუ მშობლების მხრიდან მოთხოვნები იგივე სამედ პერსონალის არსებობასთან დაკავშირებით და თუ არის ვთქვათ რაიმე ტიპის მოთხოვნა თუ დაფიქსირებია დაფიქსირებია არ არის ახლა ვინაიდან მე ვიცი არის ეს სკოლაში სადაც არის თვითონ მედპერსონალი არის სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი და ასე რომ ექთანი მედდა არის სკოლაში რა თქმა უნდა ექიმი არ არის და ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა ჯერჯერობით ისეთი შემთხვევა სკოლაში რომ საჭირო ყოფილიყო თქვათ ასეთი ძაფრად მოსულიყო მშობელი და რაღაც პირობა წაეყენებია აგრეთვე გვაყს ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობისათვის სკოლაში არსებობს პირი სპეციალურად რომელიც მუშაობს თვითონ ამ ბავშვებთან არის ფსიქოლოგი არის თვითონ რომელიც პირადად მუშაობს ამ ინკლუზიურ ჯგუფთან ასე რომ ჯერჯერობით ასეთი პირობა კვეთებულად არ დასმულა ეს საკითხი მაგრამ მეც როგორც ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელი ასე ქვია მომხრევა რომ უნდა იყოს აუცილებელია იქ სადაც ბავშვებია და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ლაპარაკი არის აუცილებელია რომ კომპეტენტური პირი იყოს სკოლაში და არსებობდეს ასეთი პირი სკოლაში აუცილებელი. ქალბატონო მარინა, კომპეტენციების თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდება თუ არა ექიმი და სკოლის ექიმი? აი ხა მე ჩემი ჩამონათვლიდან ალბათ ცოტა უფრო ნათელი ხდება რომ რა თქმა უნდა ექიმის ფუნქციები არის თავშად დაავადების მიზეზების კვლევა, დაავადების გამოვლინების დასაბუთება და მკურნალობა. მაგრამ ჩვენ საუბრობთ რომ ექიმის ფუნქცია არ არის მხოლოდ უკვე არსებული დაავადების მკურნალობა, აუცილებელია პრევენცია, წინასწარი ღონისძიებების ჩატარება აღამითარდეს ესა თუ ის დაავადება. ამ პრევენციულ ღონისძიებებში შედის აუცილებლად სკოლასთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევაში სასწავლო გარემოს კვლევა და სასწავლო სამზადო პროცესის ჰიგიენური ორგანიზება. ამდენად ფუნქციები მცირედ განსხვავდება. რა თქმა უნდა, ექიმს სამედიცინო განათლების გარდა აუცილებლად სჭირდება უბრალოდ მხოლოდ ისიც რომ გავთვალოთ რომ მას თვლით ჩვენ ექიმ განმანათლებელადაც შესაბამისად აუცილებლად სჭირდება როგორც სკოლაში მომუშავე ნებისმიერ პერსონალს, იმიტომ რომ ბავშვთან აქვს საქმე პედაგოგის ოდნა, ასე კობრივ ფსიქოლოგის ოდნა, მით უმეტეს დღეს ასე დღეს წესრიგში საკითხი რომ სტატებს თავაზობენ სკოლას, მაგრამ ფსიქოლოგის შერჩევით შეუძლიათ აიღონ, ან ფსიქოლოგს აიყვანებენ, ან სხვა, ასე ანუ ფსიქოლოგიური სამსახურს ფაქტურად ვერ უწევთ სკოლებს, თუ კი აირჩევს სხვა სპეციალისტს. საერთოდ ზოგადად ნებისმიერ პერსონალი და მით უმეტეს სკოლის ექიმი კარგად უნდა იყოს დასპეციალიზებული. თქვენ ანუ როგორ გესახებათ მიზნად ამ ტიპის ექიმის მომზადება, როგორ უნდა მომზადდეს ეს ექიმი? ეხლა ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობთ უნივერსიტეტში, საკმაოდ სერიოზულადაც. ჩვენ საზოგადოებას თავაზობთ ახალი პროფილის სკოლის ექიმის მომზადებას, რომელიც შედგება სწავლების მეორე საფეხურზე. ამ სწავლების ამ საფეხურზე, ანუ სკოლის ექიმის სპეციალობაზე შესვლა შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტის კურსნამსწავლებელ დიპლომირებულ ექიმს. ეხლა მოგეხსენებათ, რომ ეს ექიმები პრაქტიკულ საქმიანობას იწყებენ მხოლოდ შემდგომ კიდევ 3 წლიან მეორე საფეხურს გაივლიან და ასე ამის საშუალებად კურსდამთავრებულებიდან ძალიან ცოტა შეიძლება და დიდი ნაწილი ფაქტურად სამსახურს მიიღმარჩება. აი ამ სტუდენტებს ჩვენ ვაზრებთ საშუალებას დასპეციალიზდნენ სკოლის ექიმის პროფილში და რა თქმა უნდა ეს პროგრამა არ დგება მხოლოდ მედიცინის ექიმს ბალაზობთ დამატებით საფეხურის კურსდამთავრებულს დამატებით განათლების სახით თავაზე პედაგოგიკის ცოდნას, პედაგოგიკის საგნების გარკვეული
პედაგოგიური ჯგუფის ჯგუფში განათლებასაც თავაზობ და ასაკობრივ ფსიქოლოგიაში, სამედიცინო ფსიქოლოგიაში განათლებასაც. იმდენად ამდენადაც ვფიქრობთ, რომ სკოლაში მომუშავე ნებისმიერი პერსონალი უნდა იყოს ამ დარგის უნარჩვევებში კარგად გაწეული. და გარდამავალ პერიოდში ხალბად მარინა, როცა მზად არაა კონკრეტულად სკოლის ექიმი, ვინ შეიძლება იკისროს ეს ფუნქცია? დიახ, ეხლა თუ კი სამინისტრომ დათანხმდა და დაუშვა სკოლის ექიმის შტატი, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ეს 2 წლიანი მომზადების კურსდამთავრებულები ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად პერიოდი ჩავარდება. ამდენად ჩვენ ესეც გავითვალეთ, რა თქმა უნდა, პრაქტიკოსი ექიმიც შეძლებს ამ მოვალეობის შესრულებას, ოღონდაც გაივლის აუცილებლად გადამზადების კურსებს, სადაც დაემატება, გაძლიერდება მისი სამედიცინო განათლება, რათა პრაქტიკულ უნარჩვევებზე გავიდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაუდებელი დახმარება აუცილებლად საჭიროებს კომპეტენტურ პირს, იმიტომ რომ ბავშვის სიცოცხლესთან არის ხშირ შემთხვევაში საქმე. და აუცილებლად ამ გადამზადების კურსში გათვალისწინებული იქნება პედაგოგისა და ფსიქოლოგის გარკვეული საგნების გავლაც. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს რეალობაში, ძალიან მალე დადგებათ, რომ როცა სკოლას ეყოლება სკოლის ექიმი და ჩვენი მომავალი თაობა იქნება საიმედო ექიმების ხელში. დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და გადაცემის მეორე ნაწილის სტუმართან ერთად შევეცდებით სკოლის საშტატო განრიგის შედგენის პრინციპების დადგენას. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ბატონი გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო გოჩა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ალბათ ადევნებდით თვალყურს ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილს, სადაც საუბარი იყო სკოლის ექიმის შტატის აუცილებლობაზე სკოლაში. ჩვენთვის საინტერესოა, საჯარო სკოლებში ვინ აკონტროლებს ჰიგიენურ პირობებს და რამდენად ეთანხმებით თქვენ საკითხს, რომ სკოლაში უნდა არსებობდეს სკოლის ექიმი. მოგესალმებით და მიესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს. მე ვიზიარებ წინა ბლოკში გამოთქმულ წინადადებებს, რომ სკოლას უნდა ჰყავდეს მედიცინის თანამშრომელი, ეს იქნება მედ და თუ ექიმი და უნდა ჰქონდეს შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო პუნქტი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის საჯარო სკოლების უმრავლესობას ჰყავს მედის თანამშრომლები და აქვს შესაბამისი სამედიცინო პუნქტებიც. იმ სკოლებში, სადაც არ აქვს მედის თანამშრომლები, ამ შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებენ მანდატური თანამშრომლები. რამდენად მანდატურმა ელაპარაკა, მას მხოლოდ პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა ევალება და იმ ჰიგიენური ნორმების შემოწმებაზე ბუნებრივია მანდატური ვერ გავალ. დიახ, მანდატური რა თქმა უნდა ამოუჩენს პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდგომ უნდა მოხდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება და თუ საჭირო იქნება სამედიცინო დახმარების ჯგუფი აღმოუჩენს მოსწავლე იქნება თუ სკოლის ნებისმიერი თანამშრომელი აღმოუჩინოს შესაბამისი კვალიფიციური დახმარება. ხოლო რაც შეეხება სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებას, ამასთან დაკავშირებით წინა ბლოკში საუბარი იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგალითზე, იქ ცოტა სხვა სპეციფიკა არის. არის გახანგრძლივებული ჯგუფი და მიმდინარეობს მოსწავლეების კრება სადილ მიმდინარეობს და იქ მეტი ყურადღება უნდა, რა თქმა უნდა, ამ დროს სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს, თუმცა საჯარო სკოლაში არის ფუნქციონირებს ბუფეტი, რომელსაც თუმცა საჯარო სკოლაშიც არის სასკოლო ბუფეტები და ანალოგიურად აქაც საჭიროა სანიტარულ ჰიგიენურ ნორმების დაცვა. ის პიროვნებები, რომლებიც სკოლის ბუფეტში მუშაობენ, თავისთავად გადიან სანიტარულ შემოწმებას და მერიის ზედამხედველობის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური პერიოდულად ახდენს სკოლის ბუფეტებში ამ სანიტარული ნორმების თუ როგორ არის დაცული ამ ნორმების შემოწმებას. და ბატონო გოჩა, ბოლო პერიოდში სკოლის ექიმის შტატი ფაქტიურად რაღაცნაირად ვარდება საშტატო განრიგიდან და მიმდინარე პერიოდში წარმოდგენილ საშტატო განრიგში სკოლის ექიმი ნახსენებიც არაა. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ეს ამოვარდნა, რატომ აღარ იქნა გათვალისწინებული სკოლის ექიმის საჭიროება სკოლაში? გასაგებია, ეს მედის თანამშრომლის შტატის შემცირება დღეს არ მოხდარა. ეს მოხდა 2011 წელს. 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცვლილება შეიტანა საჯარო სკოლის წესდებაში,
სადაც ჩამოთვლილი არის თუ რა საშტატო ერთეულები შეიძლება ჰქონდეს სკოლას. დაწყებული დირექტორით და დამთავრებული სხვა დამცი თანამშრომლებით. და მე გეთანხმებით, რომ ამ ჩამონათვალში მედდის შტატი ნამდვილად არ არის გათვალისწინებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლას მედის თანამშრომელი არ ყავდეს, სკოლას შეუძლია თავისი ეკონომიკური შემოსავლებით აიყვანოს ნებისმიერი თანამშრომელი, რომლის აყვანასაც თვითონ სკოლა ჩათვლის მიზანშეწონილად. მოგეხსენებათ ქალაქის საჯარო სკოლებს აქვთ ეკონომიკური შემოსავლები და თუ სკოლას ხავს კარგი დირექტორი, კარგი მენეჯერი, მას შეუძლია მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებაც კი მოახდინოს სკოლის ბიუჯეტში და შესაბამისად ხელშეკრულებით აიყვანოს სხვა თანამშრომელიც, რომელსაც სკოლა ჩათვლის მიზანშეწონილად. და ბატონო გოჩა, თქვენ სწორად ახსენეთ, ანუ ქალაქის საჯარო სკოლებმა, რომელსაც აქვს ეკონომიკური შემოსავალი, მაგრამ რა უნდა ქნას ამ დროს სკოლებმა, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური შემოსავალი, ანუ მცირე კონტინგენტიანმა ქალაქის სკოლებმა და რაიონების სკოლებმა. და მით უმეტეს რაიონში ბოდიშსიხტი ის პრობლემა კიდევ უფრო დგას, რომ თქვა ექიმის დანიშნულების ადგილამდე მისვლა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ქალაქის მასშტაბით. მე გეთანხმებით, სოფლის სკოლებში უფრო დგას ეს პრობლემა ვიდრე ქალაქის სკოლებში, ნენადათ ქალაქთან სამედიცინო დახმარების პუნქტიც, სასწავლო სამედიცინო დახმარებაც ახლოს არის და მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში მოდის სკოლაში, ხოლო სოფლის სკოლები მოკლებული არიან ამ ხილვაძის იმიტომ, რომ უფრო მეტი და დიდი დრო ჭირდება სასწავლო სამედიცინო დახმარების ჯგუფს, რომ მივიდეს ამა თუ იმ სკოლამდე. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ სკოლებმა უნდა იზრუნონ, რომ თვითონ დამატებით შემოსავლები მოიძიონ და როგორმე აიყვანონ თანამშრომელი. თუ არა და ის ელემენტარული რაც არის ბინტის პაერტი და ესეთი რაღაც რაც არის დახმარებისათვის აუცილებელი სკოლებმა შეიძინონ და ადგილი უნდა ჰქონდეთ ხო, თუმცა მე ამას გამოყენება თანამშრომელმა ამოუჩინოს პირველადი დახმარება. ახლა მოგახსენებათ, ოჯახებში არ აქვს სამედიცინო მედდა და ექიმი, მაგრამ თუ რაღაც შემთხვევა მოგვიხდება, ჩვენ თვითონ ოჯახის წევრებიც ვახერხებთ, რომ ერთმანეთს აღმოუჩინოთ ესათვის სამედიცინო დახმარება. პასუხისმგებლობა არის ოჯახის წევრის, ისე ოჯახის წევრზე და აქ ლაპარაკი, ანუ სხვა ქვეყნის ეკონომიკური საშუალება პასუხისმგებლობა. გეთანხმებით, ქვეყნის ეკონომიკური საშუალება რის საშუალებასაც გვაძლევს, ის კეთდება სკოლებისათვის და ფიქრობთ სამომავლოდ დადგება დღეს ეს რჩი, რომ ეს ასეთ საშუალო ერთეულები გაჩნდეს სკოლის ჩამონათვალში ნუსხაში და სკოლებს ყავდეთ კვალიფიციური მედის თანამშრომლები. ისევ აქედან გამომდინარე შევეხები საშტატო განრიგის ანუ სარეკომენდაციო ჩარჩოს, სადამდე აქვს დარღვევის უფლება სკოლას, ანუ მას არ აქვს უფლება, ვთქვათ, ჩაანაცვლოს რომელიმე შტატი არსებული შტატით, ხო? საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სარეკომენდაციო ჩარჩო, რომელიც დიდ დახმარებას უწევს სკოლებს საშტატო განრიგის შემუშავებაში. მე მოგახსენებთ, რომ სანამ ეს ჩამონათვალი გაკეთდებოდა და აღნიშნული ცვლილება შევიდოდა საჯარო სკოლის წესდებაში, მანამდე სკოლები თავად შეიმუშავებდნენ საშტატო განრიგებს, მაგრამ უმეტესწილად ხდებოდა ესეთი რამ, რომ იყო ესე თქვა გავდილი საშტატო ერთეულების რაოდენობა და შემდგომ ზამთარი როდესაც მოახლოვდებოდა ესა თუ სკოლა დაიწყებდა წერილების წერას განათლების სამინისტროში, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ვერ ვიხდით კომუნალურ გადასახადებს ან ვერ ვყიდულობთ თავშად საწოლს იმისათვის, რომ სკოლას ჰქონდეს გათბობა. გარდა ამისა კიდევ იყო ერთი ესეთი დიდი ხარვეზი საშტატო განრიგებში, მაგალითად თბილისის საჯარო სკოლის დირექტორის, მაგალითად თუ ჰქონდათ ხელფასი 1500 ლარი მაგალითად 1000 მოსწავლეიან სკოლას, ბათუმის სკოლის დირექტორს ჰქონდა დაუშვათ 700 ან 800 ან 500 მაქსიმუმ 900 ან 1000 ლარის ხელფასი. ანუ ეს განსხვავებიც იყო ქალაქებს შორისაც და რეგიონებს შორისაც. ეხლა ამ მოცემული ჩარჩოთი განისაზღვრა კონკრეტული საშტატო ერთეულისათვის მინიმალური ხელფასის ოდენობა და მაქსიმალური ხელფასის ოდენობა. სკოლა თავად გადაწყვეტს თავისი შემოსავლებიდან გამომდინარე დააუნიშნოს თავის თანამშრომელს მაქსიმალური ხელფასი თუ მინიმალური. ასევე ამ ჩარჩოთი განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლაში მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს 150 ლარი და ნაკლები. იყო სკოლები, სადაც დაუშვათ დამლაგების ჰქონდა 80 ლარი, დაუშვათ ან 100 ლარი ხელფასი. ეხლა უკვე ეს მოცემული ჩარჩოს უკვე სკოლის დირექტორს აღარ მისცემს იმის საშუალებას, რომ სკოლას დაუნიშნოს ესეთ მცირედი ანაზღაურება. პარალელურ რეჟიმში განისაზღვრა ანუ შტატებიც და სკოლას აღარ აქვს გადაჭარბების უფლება. ბატონო გოჩა, ვიდრე ანუ შემდეგ კითხვას გადავიდეთ, მაყურებელია პირდაპირ ეთერში, მოусმინოთ მაყურებლის შეკითხვას, მოგესალმებით და გისმენთ.
მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. პენსიონერი ადმინისტრაციის მუშაკების პენსიების მომხდართან დაკავშირებულ საკითხზე საერთოდ უსაფუძვლოდ სახებით დაპირთულ ადმინისტრაციის მუშაკებს მოგვიხსნეს მაისის თვიდან პენსია. ახლა მოხდა, როგორც ჩანს, უნდა მოხდეს ლეგალიზაცია. არ ვინაზღაურდება თუ არა ის საკარგული 7 თვის პენსია, რა საფუძველზე მოგვიხსნეს და რაზე უნდა აღდგეს ახლა ის საფუძველზე უნდა აღდგეს ძალიან ეჭვის თვალით უყურებთ ამ საქმეს და დაზარალებული გამოვდივართ ისედაც უხელთასო ადმინისტრაციის მუშაკები. თუ გვიპასუხებთ ძალიან კარგი თუ არა და გვაქვს ჩვენ ისეთი სიტუაცია რომ გაუგებრობას იწვევს ყველაფერი. დიდი მადლობა ზარისთვის და შეკითხვისთვის. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს სკოლის პედაგოგი ჩვეულებრივად ღებულობს როგორც შრომის ანაზღაურებას, ასევე პენსიას, მაგრამ ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრივ თუ პენსიას არ ღებულობენ და შეუჩერდეს, მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს და პასუხს ვერ გაცემთ. და ან როდის აღუდგება და როგორ იქნება ეს საკითხი თვითონ საპენსიო სამსახურებს უნდა მიმართონ. დიახ, ბატონო, ანუ ჩვენ ბოლო ეტაპზე ვსაუბრობდით, შესაბამისად შემცირდა საშტატო განაკვეთები, ანუ თუ ბიბლიოთეკარის სკოლა შეიძლებოდა ყოლოდა ვთქვათ 2, ეხლა განსაზღვრულია ნებისმიერ რაოდენობაზე 1. ანუ შესაბამისად ხელფასებიც აქედან გამომდინარე რეგულირდება. როდიდან ამოქმედდება ახალი საშტატო განრიგი? ბათუმის საჯარო სკოლების საშტატო განრიგის შემუშავება უკვე დასრულებულია. დღეს ჩვენ მივაწოდეთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სადაც მოხდება გადაგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და უახლეს დღეებში იმედია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეეთანხმებს საშტატო განრიგებს და დააგვიბრუნებს უკან. ანუ დაბრუნებისთანავე შევაწავლაში. საშტატო განრიგის შეთანხმებიდან ამოქმედება. და მოსალოდნელი თუ არა ჩვენი ქალაქის მასშტაბით რომ ვისაუბროთ, რადიკალური ცვლილებები საკადრო უზრუნველყოფა, ანუ საკადრო არანაირი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი რაც ორ სკოლაში ხდება ბიბლიოთეკის გათავისუფლება, ესეც გამოწვეულია იმით, რომ სკოლას ყავდა ერთ საშტატო ერთეულზე, ნახევარგანაკვეთზე ერთი ბიბლიოთეკარი, მეორე ნახევარგანაკვეთზე მეორე ბიბლიოთეკარი. მე ვფიქრობ, ერთ საშტატო ერთეულზე უნდა მუშაობდეს ერთი ადამიანი და ერთ-ერთ სკოლაში სკოლას ყავდა ორი საშტატო ერთეული ჰქონდა ბიბლიოთეკარისათვის, შეუმცირე საშტატო ერთეული და შეიძლება რამდენად ვიცით ქალაქიდან თქვათ შეეხო რამდენიმე დამლაგებელს. დამლაგებლებთანაც არა გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემა. აქ ადრე საუბარი იყო რომ თითქოს განათლების სამინისტრო ზღუდავს დამლაგებლების რაოდენობას. არავითარ შემთხვევაში განათლების სამინისტრო არანაირ შეზღუდვას არ აწესებს. თუ სკოლას ჭირდება დამლაგებელი და დაასაბუთებს რომ ჭირდება დავუშვათ 5 თუ 6 თუ 7 დამლაგებელი, აიყვანოს იმდენივე დამლაგებელი. მე მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო მე-10 სკოლა, მაგალითად მოცემულ ჩარჩოში განსაზღვრულია რომ სკოლას უნდა ყავდეს 2 ან 3 დარაჯი. მე-10 სკოლას აქვს მოგეხსენებათ 2 კორპუსი და შესაბამისად ჭირდება 4 დარაჯი. არანაირი პრობლემა არ არსებობს, სკოლამ აიღო და ჩასვა 4 დარაჯი. ასევე დამლაგებლებით თუ 1000 მოსწავლე სკოლისათვის მაგალითად გათვალისწინებული იყო მოცემულ ჩარჩოში 4 დამლაგებელი, მე-10 სკოლამ რაკი აქვს 2 კორპუსი, ჩასვა 8 დამლაგებელი. უბრალოდ შესაბამისი განმარტებითი ბარათი წარმოადგინა თან, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რომ წაიკითხავენ საშტატო განრიგს და რატომ არის ეს 8 საშტატო ერთეული და არა 4 ან 5, რომ გასაგები იყოს. გასაგებია. ისევ მაყურებელია მოусმინეთ მაყურებლის შეკითხვას. მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, გამარჯობა. ჩვენ ესეთი პრობლემა აქვს სკოლებში, სოფლის სკოლებში. არის მეეზოვის შტატის შემცირებული და რამდენად არის თვალის მართლა დაშვებული და უნდა იყოს თუ არა მეეზოვე და პლუს კიდე რა შეკითხვა გვაქვს მეორეც ის რომ აი 4 სართულიან 5 სართულიან შენობებში უნდა იყოს არა 5 დამლაგებელი მაგალითად 5 სართულიანში და უნდა იყოს 3 ან უფრო ნაკლები. დიდი მადლობა. ერთი დამლაგებელი უწევს 2 სართულის დალაგება და რამდენად სწორია ეს. დიდი მადლობა ზარისთვის.
საშტატო ჩამონათვალში მეზოვის შტატი ესეთი დასახელება არ არის, მაგრამ არის დამლაგებელი. მეზოვიც არის იგივე დამლაგებელი და ამ შემთხვევაში სკოლას თუ სჭირდება, თუ არის 4 საათულიანი და 5 საათულიანი და აქვს დიდი ეზო, ამ შემთხვევაში უნდა გადადოს დამლაგებელთა რაოდენობა. ამ ხელს არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და დირექტორი წარმოადგენს შესაბამის განმარტებით ბარათს, რომ სკოლის ფართობი არის ამდენი კვადრატული მეტრი, აქვს ამდენი კვადრატული მეტრი ეზო და ეს საჭიროა დავუშვათ 6 დამლაგებელი თუ 7 დამლაგებელი და მე ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება სასწავლო განრიგის დამტკიცებისა თუ შეთანხმების დროსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გასაგებია. და ბატონო, ზოგადად ეს რეკომენდაციები პრობლემას, ამ რეკომენდაციებმა რა პრობლემა, ამ ჩარჩომ უბრალოდ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მცირე კონტინგენტიან სკოლებს? მოგახსენეთ, რომ მცირე კონტინგენტიანი სკოლებს გარკვეული პრობლემები რა თქმა უნდა აქვთ იმ მხრივ, რომ ნაკლებია დაფინანსება. მოგახსენებათ, სკოლების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პრინციპით, ღებულობს სკოლა იმდენ დაფინანსებას, რამდენი მოსწავლეც ჰყავს. პირველ რიგში სკოლამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ სწავლის ხარისხი კონდეს უკეთესი და გაიზარდოს კონტინგენტი. შეიძლება ეს პრობლემა იყოს სოფლებში, მაგრამ ქალაქში სკოლა არ უნდა იყოს მცირე კონტინგენტიანი და დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მოსწავლეთა კონტინგენტი უნდა იყოს, მაგრამ თუ სკოლა ვერ აძლევს შესაბამის განათლებას მოსწავლეებს და სწავლის ხარისხი აქვს დაბალ დონეზე, შესაბამისად მშობელი არჩევს იმ სკოლას, სადაც შეიძლება მშვიდმა უკეთესი განათლება მიიღოს. ხო, რაც შეეხება პრობლემებს. მე პრობლემებს ვერ ხედავ, იმდენად ამერადაც გასულ წელთან შედარებით იანვრის თვეში გაიზარდა სკოლებს დაფინანსება და წელს სექტემბრის თვეშიც უბრალოდ 1 ოქტომბრიდან გაიზარდათ დაფინანსების ოდენობა. შესაბამისად ფინანსური რესურსი გაიზარდა და აქედან გამომდინარე გასულ წელთან შედარებით შეუძლიათ დაამატონ საშტატო ერთეულიც ან გაზარდონ შრომის ანაზღაურების ოდენობაც. ბატონო გოჩამ, აუცილებლად უნდა შევეხოთ სკოლაში ფსიქოლოგის, სპეცპედაგოგიკისა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორის შტატებსაც. ანუ საშტატო განრიგის მიხედვით ისინი მოაზრებულია ან პრინციპით, ანუ სკოლა აიყვანს იმას, რომელიც მას სჭირდება. ვთქვათ, სკოლას, რომელსაც ყავს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე, ერთნაირად ჭირდება, ვთქვათ, ერთიც და მეორეც და შეიძლება მესამეც. როგორ უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში, ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში სკოლა რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი? მე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტრომ კარგი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას. წელს პირველად განათლების სამინისტრო დამატებით აფინანსებს იმ სკოლებს, ვისაც ეყოლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. და თანა განისაზღვრა, თუ სკოლას ეყოლება 1-დან 6 მოსწავლემდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ამ შემთხვევაში ეძლევა 1 საშტატო ერთეული და დამატებით ვაუჩერული დაფინანსების გარდა ეძლევა შესაბამისი დაფინანსება, რომ მოხდეს ამ საშტატო ერთეულზე მომუშავე პიროვნების შრომის ანაზღაურება. თან ასევე მოცემულია რეკომენდაცია, რომ ამ საშტატო ერთეულებზე შეიძლება ანუ ვთქვათ, აიყვანს ამ საშტატო განრიგის მიხედვით მაგალითად ინკლუზიური განათლების კოორდინატორს პლუს 1-დან 6 მოსწავლემდე არსებობის შემთხვევაში აიყვანს დამატებით სპეცპედაგოგსაც, ანუ ერთ შტატს დაიმატებს თუ არა. თუ სკოლას ყავს 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ამ შემთხვევაში სკოლას დაემატება 1 საშტატო ერთეული. ეს ერთი საშტატო ერთეული სკოლამ უნდა განსაზღვროს, სჭირდება ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი თუ განათლების კოორდინატორი. თვითონ სკოლა ირჩევს. თუ ეყოლება 7-დან 13 მოსწავლემდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ამ შემთხვევაში ექნება 2 საშტატო ერთეული. თუ 13-ზე მეტი ყავს, 3 საშტატო ერთეული ექნება და შესაბამისად შეიძლება შემოიღოს როგორც ინკლუზიური განათლების კოორდინატორის შტატი, ასევე ფსიქოლოგის შტატი და სპეციალური პედაგოგის შტატი. და ბატონო გოჩა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში ინკლუზიური განათლების კოორდინატორთან დაკავშირებით. თუ ანუ სკოლები დადგნენ ამ საჭიროების წინაშე, უნდა აიყვანონ, ანუ თუ სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ყავს ვთქვათ სპეცმასწავლებლის, არ აქვს სპეცმასწავლებლის საჭიროება, ინკლუზიური განათლების კოორდინატორისთან მიმართებაში თუა გაწერილი ფუნქციები, ანუ რითი უნდა შეარჩიოს სკოლამ, ვთქვათ კონკურენციის პირობებში, ვიზე გააკეთოს უფრო დიდი აქცენტი.
ჯერჯერობით ინკლუზიური განათლების კოორდინატორისათვის მომზადებული თანამშრომლები არ აქვს. ამიტომ სკოლებმა უნდა მიიღონ უმაღლესი განათლების მქონე, პედაგოგიური განათლების მქონე თანამშრომელი, სხვა საშუალება ჯერჯერობით არ აქვს და დაგეგმილია ამ პედაგოგების გადამზადება. ალბათ მდგომარეობაში აღმოჩნდება ალბათ ტრენინგ გავლილი უკიდურეს შემთხვევაში ისევ მაყურებელია პირდაპირ ეთერში მოვხსნათ მაყურებლის შეკითხვას. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. პროფესიით ვარ პედაგოგი, მაგრამ მაქვს დამთავრებული საბუნებისმეტყველო ლიცეუმი. მაქვს პირველად დახმარება შესწავლილი საოჯახო მედიცინა და აი ამ პროფესიით შემიძლია სკოლაში მედად ვიმუშაო? მაქვს უფლება? თუ აუცილებლად ექთნის დიპლომი უნდა მქონდეს? საუბარია მედდაზე და არა ინკლუზიური განათლების კოორდინატორზე, რამდენადაც მივხვდით. არა, ინკლუზიური განათლებაზე არ ვსაუბრობ. მედდაზე. სკოლის მედდაზე. სკოლის მედად შეიძლება იმუშაოს ნებისმიერმა პირობამ, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება, ანუ მედის განათლება უნდა ქონდეს ამ შემთხვევაში. პროფესიული განათლება, დიახ. გასაგებია, თუმცა მედის განათლებას რა ამბობთ რაღაც ბიოლოგიური განათლება. ბატონო გოჩა, მე მინდა ვისარგებლო თქვენი ჩვენთან სტუდიაში სტუმრობით და დავსვა კითხვა, რომელიც დღევანდელ გადაცემის თემას არ ეხება, თუმცა სიახლეა და მაყურებელი ალბათ ელოდება თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხს. ცვლილება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ანაზღაურების წესში. დიახ. და ვისაუბროთ მოკლედ ვისაუბროთ ამ ცვლილებაზე. მიმდინარე სასწავლო წელს ცვლილება შევიდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში და შესაბამისად ცვლილება შევიდა სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატის წესშიც. მოგახსენებათ, რომ გასულ წელს სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი განისაზღვრებოდა 75 ლარით. მასწავლებელს ჰქონდა განაკვეთი თუ ჰქონდა 5 საათი დატვირთვა, მაინც ღებულობდა 75 ლარის დანამატს თუ იყო სერტიფიცირებული ამა თუ იმ საგანში. წელს შევიდა ცვლილება ის, რომ სერტიფიცირების დანამატი მაქსიმალური 75 დაწყებით საფეხურზე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს აქვს 13 კვირეული საათი დატვირთვა და საბაზრო და საშუალო საფეხურზე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ აქვს დატვირთვა 15 საათზე მეტი. ვისაც აქვს ნაკლები 13 საათზე ან 15 საათზე ნაკლები დატვირთვა, ამ შემთხვევაში მათთვის დანამატის განგარიშება ხდება პროპორციულად. ანუ 75 ლარიდან გამომდინარე, თუ აქვს მაგალითად 10 საათი, 75 გაიყოფა 15-ზე და გამავლება 10 საათზე. ცვლილება არის ასევე ის, რომ თუ მასწავლებელს აქვს 2 სერტიფიკატი, მისთვის ცალკე სერტიფიკატების მიხედვით ხდება დანამატის განგარიშება და ეს შეიძლება იყოს 75 ლარზე მეტიც. მაგალითად, თუ ყავს მასწავლებლები, მაგალითად ისტორია და სამოქალაქო განათლება. დიახ, ყავს მასწავლებლები, რომელსაც მაგალითად არიან სერტიფიცირებული როგორც ისტორიაში, ასევე სამოქალაქო განათლებაში. თუ მასწავლებელს აქვს მაგალითად ისტორიაში 10 საათი, ამ შემთხვევაში დანამატს ღებულობს 50 ლარს ისტორიის სერტიფიკატით და ასევე მაგალითად თუ ასწავლის 10 საათს სამოქალაქო განათლებაში, ღებულობს 50 ლარს პროპორციული წესით ღებულობს 50 ლარს იქაც ჯამში გამოუვა 100 ლარი. ასევე ცვლილება არის წელს ის, რომ ჩვენი საქართველო ესეც განისწავლება მე-6 კლასში და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების სწავლება მე-7 კლასში ცალკე დანამატი განისაზღვრა ამ საგნის მასწავლებლებისათვის. გასაგებია ბატონო გოჩა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და წარმატებები მინდა გისურვოთ. საბოლოო ჯამში ისევ მშობლის პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მშობელს პირველ რიგში მისი შვილის უსაფრთხოების პრობლემა აწუხებს და ამის შემდეგ სხვა დანარჩენი. სკოლის უსაფრთხოებაზე საუბარი კი პირველ რიგში საშტატო განრიგში ისეთი პერსონალის გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ, როგორც სკოლის ფსიქოლოგის თუ სკოლის ექიმის შტატია. ვფიქრობთ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ სკოლის ინტერესის სფეროშიც უნდა შედიოდეს ჯამთელი მომავალი თაობის აღზრდა. გადაცემა პარადიგმა მომავალ უცხებად ზუსტად 21 საათსა და 15 წუთზე თქვენთვის საინტერესო თემით დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. დღეს კი ამით გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.